მოგესალმებით ყველას, მე ვარ ლატა და ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც მოგიყვებით მოგზაურობაზე, თვითგანვითარებაზე და თავის მოვლაზე. დღევანდელი ვიდეო შეიძლება გამომივიდეს ცოტა ხანგრძლივი, ასე რომ გაემზადეთ ჩაი, ყავა და შემომიერთდით. დღეს ვისაუბრებ აუცილებლად სუნამოებზე, რომლებიც მაქვს პატარა ჩემს კოლექციაში, თუმცა გავყოფ ორად ამ სუნამოების ვიდეოებს და იქნება ორი ეპიზოდი დასავლურ სუნამოებზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებ და ასევე აღმოსავლურ სუნამოებზე, რომლებიც გამოვა ცოტა მოგვიანებით. ეს იქნება უბრალოდ ჩემი ინდივიდუალური წარმოდგენა სუნამოებზე და თუ როგორ აღვიქვამ და წარმოვიდგენ მე და როგორ ვცნობ ამ სუნამოებთან თავს, ასევე წარმოგიდგენთ მან კომპონენტებს, ნოტებს, ანუ თუ რა რისგან შედგებიან ეს სუნამოები და აუცილებლად ვიდეოს ბოლოს მოგცემთ პატარა რჩევებს, რაც შეიძლება იცით, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა თუ როგორ გამოვიყენოთ სუნამო იმისათვის, რომ ის იყოს უფრო ხანგრძლივი და მეტად დიდი ხანი დარჩეს ჩვენს კანზე. პირველი სუნამო, რომელზეც მე მინდა დღეს ვისაუბრო, არის ჩერუტი, რომელიც ძალიან მიყვარს და შემიძლია დაგიმტკიცოთ თუ როგორ ძლიერ მიყვარს, მაქვს 2 კილა. ანუ ეს არის არომატი, რომელზეც ალბათ ვერასდროს უარს ვერ ვიტყვი. ეს არის სუნამო, რომელიც მაძლევს ინსპირაციას, დახვეწილობას, არომატი ყვავილოვანი, ანუ ასე ვთქვათ, გრილი, ასევე სადღაც არის მაშინ თბილი ნოტებიც, ძალიან ასე ვთქვათ, ორიგინალური სუნამოა და მე ვფიქრობ მისი მსგავსი ალბათ მე პირადად არ შემხედრე, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბრენდი ბაცავს ერთმანეთს და ძალიან ბევრი სუნამო გამოდის ისეთი, რომელიც გამსგავსებს, გახსენებს რომელიღაცა წინა მორბედს სხვა ბრენდისგან, რაც მე ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმი ნელ-ნელა იკარგება. ჩერუტიზე ამას ვერ ვიტყვი, ის არ გავს აბსოლუტურად არც ერთ არომატს, ეს არის ფანტასტიკური არომატი, თუ გინდა იყო გამორჩეული და ასევე ძალიან ელეგანტური, ლამაზი, მომწიფლელი, მსუბუქი და არა ქარაფშუთა. არც ერთ შემთხვევაში ქარაფშუთა არა და ეს არ არის არც ერთ ვარიანტში არ არის ახალგაზრდა ან თინეიჯერი გოგოების არომატი, რადგან ეს არის უკვე ზრდასრული ქალბატონი, სადღაც 30 წელი და უკვე ზემოთ, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში, გაცნობიერებული აქვს საკუთარი მე და ამავე დროს, ანუ არ კარგავს თავის ახალგაზრდულ სუნამო გამოვიდა 1995 წელს და მისი პირველი ნოტა არის მიმოზა, ირისი, ია, ჟასმინი, ვარდი, ბერგამოტი, ლილია, შუა ნოტები არის ქინძი, ტუბეროზი, გვირილა, ფორთოხლის ყვავილი, გერანია და ნარცისი და ბოლო ნოტები არის სანდლის ხე, ამბრა, ვანილი და კედარი. შემდეგი არომატი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის შანელის ნომერი 19. ეს უკვე არის არა eau de parfum, არამედ parfum, ანუ ძალიან ძლიერი კონცენტრატია, რომელიც მართლა, ანუ ძალიან რთული გასახსნელია. ანუ ეს საკმარისია, აი ორი რა ციცით შემკურება და ყველგან შენი არომატია, ყველგან შენს უძნობენ, შედის კანის ქიმიაში და თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურად იხსნება. ანუ ჩემმა ორგანიზმმა შეიძლება სულ სხვანაირად გახსნას ეს არომატი, ხოლო სხვა ადამიანისამ კი აბსოლუტურად სხვანაირად. თუმცა შანელის შანსის ხაზი, ასევე კოკო მადმუაზელი არის ჩემი უსაყვარლესი სუნამოები და მათ ემატებათ ასევე ეს ნომერი 19 და არის ასევე მეოთხე გაბრიელიც, რომელიც ძალიან მომწონს შანელის ბრენდისგან, ზოგადად ეს 4 სუნამო, თუმცა ნომერი 19 ძალიან საყვარელი, ესე ვთქვათ, პეტერი ქვეჯინა მინიატურული არომატი. მინდა მოგიკითხოთ ანუ მისი ტონალობა, თუ რისგან არის სუნამო შექმნილი, ესე იგი პირველი ნოტა არის მწვანე ნოტები და ასევე ბერგამოტი, შუა ნოტები აქვს ვარდი და ირისი და ბოლო ნოტებია ვეტივერი, მუხა და ტყავი. უფრო დახვეწილი, უფრო კლასიკური და უფრო ელეგანტურია და აქედან გამომდინარე ყოველთვის ჩემთვის პირადად ასოცირდება რაღაცნაირად ოფიციალურ გარემოსთან, ამიტომ ვისხამ ხოლმე ძირითადად სამსახურში და ალბათ თუ სადმე ძალიან ასე ვთქვათ განსხვავებული ივენთი მომიწია, სადაც ვიქნები დაპატიჟებული, აუცილებლად აი ასეთ შემთხვევებში გამოვიყენებ ხოლმე ამ სუნამოს და არა ყოველდღიურობაში.
შემდეგი არომატი, რომელზეც მე პირადად შემიძლია დღე-დაღამ დავждე ასე და უსასრულოდ გელაპარაკოთ, უბრალოდ ახლა ძალიან მოკლედ შევეცდები მოიხსენიო, ეს არის კილიანის Love Don't Be Shy. სამწუხაროდ სრულყოფილი ქილა არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს და ეხლა მე თავს იმის მიღებას ვერ ვაძლევ, რომ 1300 თუ 1400 დირჰამი გადავიხადო 50 მგ-იან პარფიუმში, თუმცა იმით მაქვს რომ ჩვენ ერთ დღეს მექნება ეს უნამო. ეს არის კილიანის პარფიუმი, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან აჟიტირებული და პოპულარული გახდა რიჰანას მეშვეობით, იმიტომ რომ რიჰანა ატარებს ამ სუნამოს, თვითონაც თქვა, ანუ თავიდან იყო ნახსენები ჟურნალისტების მიერ, მაგრამ შემდეგ უკვე რიჰანამაც აღიარა, რომ ის ატარებს ამ პარფიუმს. ეს არის ძალიან გემრიელი თბილი. ეს უფრო არის არა ელეგანტურობისკენ და რაღაც კორპორატიული, არამედ ცეცხლოვანი, ვნებიანი, რაღაცნაირი მიმზიდველი ქალი, აი, რომელსაც მართლა პირდაპირ რომ ვთქვა ცეცხლი ასდის კანზე. აი, რაღაცნაირი ასეთი არომატია. წაგიკითხავთ ასე ვთქვათ ნოტებს. პირველი ნოტი არის ნეროლი და ბერგამოტი, მეორე ნოტია ჟასმინი, ვარდი და ფორთოხლის ყვავილი. ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ძალიან მიყვარს ვანილთან და ჟასმინთან ერთად და ალბათ ისე ძლიერ მიყვარს, რომ ჩვენ ერთად ჩემს უნამოს შევქმნი. და ბოლო ნოტებია მუშკი, იგივე მასკი ინგლისურად, ვანილი, კარამელი და მარშმელო. ერთი სუნამო კილიანს აქვს ისეთი, რომელიც მე პირადად ცუდად მხდის, ისევე როგორც შანელის ნომერი 5. ანუ ზოგი სუნამო აქვს ისეთი, რომელიც პირდაპირ მახსენებს ბინდს, წამალს, სტომატოლოგიურ კაბინეტს, რაღაც აი პირდაპირ რომ მაგდებს ფიზიკურად კომაში, შოკში. ძალიან ისეთი თავისებური სუნები აქვს, თუმცა აი ეს არომატი, ასევე Back to Black, ასევე Good Girl Gone Bad, ანუ ძალიან ეს სამი არომატი მე მაგალითად ძალიან მიყვარს. არის პარფიუმები დაყოფილი ხო კატეგორიებად და ეს არის აი ნარკოტიკ კატეგორიის წარმომადგენელი სუნამო. შემდეგი არომატი, რომელიც უკვე გიჩვენეთ, არის Tommy Hilfigeris Tommy Girl. Tommy Hilfigeris ბოდიში. ეს უკვე ძალიან განსხვავებული არომატია, ეს არის გრილი, ანუ ასოციაცია რომ სწორად გადმოგცეთ. ეს არის არომატი, რომელიც ბუნებას, ანუ ბაღს, ყვავილოვან ბაღს შეიძლება აუდიოდეს ზაფხულის წვიმის მერე, სადღაც გამთენია დილის საათებში. ჯერ კიდევ, როდესაც ფოთლები, ბალახი, მიწა, ყველაფერი სველია და აი ახლად ამოსული მზისგან ეს არომატები აი ატმოსფეროში ადის და აი რაღაცა თქვენს ფანჯრამდე მოდის. აი რაღაცა ეს ასეთი ის არის, ასე ვთქვათ, ასე აუხსნიდი მე ამ სუნამოს, ძალიან გრილი, ძალიან ყვავილოვანი, ძალიან ასე ვთქვათ ჰაეროვანი, არადამძაბველი, ანუ ამ სუნამოთი ვერავის ვერ მიახშობთ, თუმცა კილიანის სუნამოთი ზაფხულში აუცილებლად შეგიძლიათ ვიღაცა მიახშოთ პირდაპირ გაგებით, ანუ კილიანის Love Don't Be Shy არის აუცილებლად ზამთრისუნი, ხოლო ეს Tommy Girl და ჩერუტი ორივე არის ზაფხულის სუნამოები, გრილი და თუმცა განსხვავება მათ შორის ძალიან დიდია, ეს არის ელეგანტური და ხვეწილი ქალბატონი, ახალგაზრდა ქალბატონი, თუმცა ეს კი შეიძლება თინეიჯერმა გოგოებმაც ატარონ და ასევე დასრულმა ქალბატონებმაც, იმიტომ რომ ეს არის არომატი, რომელიც ასაგზე არ არის მორგებული, ეს არის ხასიათზე მორგებული, ანუ პოზიტიური ბედნიერი გოგო, რომელსაც აქვს რაღაცა ყვავილოვანი კაბა და მირბის სადღაც ლავანდას ყანაში ჟასმინით ხელში. პირველი ნოტა არის შავი მოცხარი კამელია, მანდარინის და ფორთოხლის ყვავილები, რომლებიც მიხვდით, ალბათ უკვე რომ ძალიან მიყვარს და შუა ნოტები არის თაფლი, ლილია, ია, პიტნა, ლიმონი და ვარდი და ბოლო ნოტები არის მაგნოლია, ჟასმინი, კედარი და ტყავი. ძალიან ისეთი არომატია, მინდა გითხრათ. არ შეგრცხვება, არ შეგეშინდება და ანუ უფრო რა თქმა უნდა ვისხამ ხოლმე მაშინ, როდესაც გავდივარ მეგობრებთან ერთად, როდესაც არანაირად არ ვარ დაძაბული, არაფერზე არ მიწევს ფიქრი და ანუ როდესაც ვარ მოშვებული, მსუბუქად, ბედნიერად და მინდა რომ ეს დღე გავატარო რაღაცა სისუფთავის, სილამაზის და სილაღის ასე ვთქვათ გარემოში. აი მაშინ ვიყენებ. რაღაცა უნდა გასაოცარი იყოს და გასაკვირი დიდი ხანი, მინიმუმ 24 საათი ტანზეც და ტანსაცმელზეც რჩება და შლეიფი აქვს ორივეს
ღვთაებრივი. ანუ მეგობრები ყოველთვის ხვდებიან, რომ მე ან შემოვედი, ან გავედი, როდესაც ამ არომატებს გრძნობენ, ეს იმდენად გამყოლი სუნები აქვს, მინდა გითხრათ ორგეს. ხოლო ჩემი ასე ვთქვათ დღევანდელი დასავლური არომატების ბოლო სუნამო იქნება Calvin Klein's Pure Gold, რომელსაც აწერია ლატა ლატინა. ლატა ლატინა არაფერში არ არის, ეს ჩემი ნიკნეიმია, თუმცა ძალიან გამხარდება ბატონო კალვინ თუ დაარქვევთ თქვენ სუნამოს ლატა ლატინას, მაგრამ ეს არის ჩემი დიდი გულის ტკივილი. სუნამო გულის ტკივილი, იმიტომ რომ უკვე აღარ გამოდის, 2017 წელს გამოუშვეს და 2020-ში უკვე აღარ არის. ბატონო კალვინ, თუ ეხლა მიყურებ, რატო ჩაიგონა ეს კრიმინალი? რატო? აი თუ შემეკითხებოდა ვინმე, რა არის ის ერთადერთი სუნამო, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება ატარებდიო? ირონია სუბი. აღარ გამოდის. ეს არის ისევე როგორც Love Don't Be Shy. იგივე კატეგორიის არომატია, ორივეს აერთიანებს ის, რომ არის სენსუალური, არის ასე ვთქვათ, ვნებიანი, ცეცხლოვანი, რაღაცნაირი ასე, თუმცა აი იდუმალურია ეს განსაკუთრებით, რაღაც არის მასში რაღაც იდუმალება, რომელსაც აი ეს არის ქალბატონი, რომელიც არის მუხლილი, დახვეწილი, გემოვნებიანი. აი ძალიან ლამაზი. ხაიბრივად ლამაზი და ამავე დროს მაცდუნებელი. ბლა ბლა ბლა. ეს არის არომატი ჩემს შემთხვევაში პირადად, რომელზეც ლინთერდინტის, ანუ ჟივენშის, რომელიც ახლა აღარა მაქვს სამწუხაროდ უკვე. ეს და ლინთერდინტი არის ორი არომატი, რომელზეც ალბათ ყველა ადამიანი მაჩერებს და მეკითხება რა არომატი მაქვს. ყველა. ესე იგი, ძირითადი ნოტა არის, ანუ წამყვანი პირველი ნოტა, რომელსაც შესხურებისთანავე გრძნობთ, ეს არის ფინიკი, ნეროლი და მზის ნოტა. ასევე შუა ნოტები უკაცრავად არის ფორთოხლის ყვავილი, ილანგი-ლანგი, ნუში და ვარდი და ბოლო ნოტები არის ვანილი, პაჩული, ტყავი და ბენზოინი. ხანგრძლივობა არის თითქმის კილიანის დონის, ანუ ძალიან დიდი ხანი გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ Calvin Klein's სხვა სუნამოები მე არ ვიცი, არასდროს არ გამომიყენებ, მაგრამ აი ეს კონკრეტულად თავისი გამყოლობით, თავისი ხარისხით, თავისი წარმოჩენით, თავისუფლად შემიძლია შევადარო როგორც კილიანს, ასევე Tom Ford's, აი წარმოგიდგენიათ რაზე ვყვები? როგორი ძლიერი და ასე ვთქვათ დახვეწილი, ელეგანტური და ხანგრძლივი გამყოლობა აქვს ამ არომატს. ანუ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ დასანანი, რომ ამას უკვე აღარ უშვებენ. ანუ ჩემი დასავლური სუნამოები ამ ეტაპისთვის სულ ეს არის მეგობრებო, ხოლო ახლა კი მინდა უკვე გაგიზიაროთ პატარა რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ და შევინახოთ სუნამოები. ანუ არავითარ შემთხვევაში სუნამო არ უნდა იყოს სააბაზანოში. თუ სააბაზანოში გაქვს სუნამო, აი დააპაუზე ახლა ეს ვიდეო და გამოიტანე მაკედან. იმიტომ რომ ესე ვთქვათ სინოტივე, აი ნოტიო ადგილი სუნამოებს ძალიან ასე ვთქვათ აფუჭებს, უკარგავს ხარისხს და ადრე აბერებს, აი სწორად თუ შეიძლება ვთქვა. სუნამო უნდა იყოს ბნელ, მშრალ ადგილას შენახული, თუ მას შეინახავთ თავის ყუთში, აი მე მაგალითად ერთადერთი ყუთი რაც მაქვს არის Pure Gold-ის, დანარჩენები გადავყარე, თუმცა ამას როგორც ხედავთ დიდი ზიზიბლობით ვფრთხილდები, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მართლა რომ gold, ოქრო, რომელსაც ასე ვთქვათ ძალიან ოქრო კი არა მზეა ჩემთვის, მაგრამ კარგი იქნება თუ არ გადაყრით ასე ვთქვათ ყუთებს და ყუთებში შეინახავთ სადმე ისეთ ადგილას, სადაც მზე არანაირად არ ეხება, ანუ კარადაში, სადღაც რა ვიცი, კარადის შიდა უჯრაში შეინახეთ ისე რომ იყოს მშრალად და რაც შეიძლება ბნელ სივრცეში მოქცეული. მეორე რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის რომ სუნამოს შეძენიდან უცებ აი ნუ
ნუ შეიპურებთ, ანუ სუნამოს ძალიან არ უყვარს, როცა მას ანჯღრავენ. განსაკუთრებით თუ ის მანქანაში გიდევთ, ან ჩანთაში თუ გიდევთ და სუნამო სულ თუ არის ასე ვთქვათ ანჯღრევის პროცესში, ასეთი სუნამო დიდი ხანი თქვენ ალბათ ვერ გაგახარებთ, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ძალიან სხვა ნოტებს იგრძნობთ, ანუ ეს აღარ იქნება უკვე ის არომატი, რომელიც შემქმნელმა ჩაიფიქრა, ეს იქნება აბსოლუტურად სხვა, უფრო უხეში და უფრო ასე ვთქვათ სპირტოვანი. ამიტომ ყოველთვის შეეცადეთ, რომ სუნამო იყოს დადგმული სადმე თაროზე, ბნელში, როგორც ვთქვი, და როდესაც გადიხართ, შეიპუროთ და ასე ვთქვათ, ასე გამოიყენოთ, ვიდრე ის, რომ შანთით ატაროთ. რა თქმა უნდა, მინი სუნამოები თუ გაქვთ, რომელიც არ გენანებად, კი ბატონო, შეგიძლიათ პატარა სამგზავრო ვერსიის ბოთლები შეიძინოთ, სადაც შეგიძლიათ გადაასხათ აი 10 მილიგრამი, 5 მილიგრამი და ატაროთ, რომელიც არ დაგენანებად, ხო, სიტყვაზე და არ იფიქრებთ იმაზე, რომ ვაიმე შეიძლება გამიფუჭდება თუ არა ეს სუნამო, ვიდრე ის, რომ აი მთელი დიდი ბოთლი ანჯღვრიოთ და იყოთ ანუ გაუფრთხილდით და პატივისცემით მოიმყარით არომატს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ გაგებით ხელოვნების ნიმუში ხალხნო და ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. სუნამოებიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი რაღაცებიც თავის ვადას კარგავენ ჩვენი ერთ დღეს, ეს არ არის უსასრულო. მე არ ვიცი, მე-20 საუკუნეში საფრანგეთში როგორ ქმნიდნენ არომატებს, ის მაშინ ალბათ უფრო ზეთოვანი კონსისტენცია იყო და ეს იყო ანუ პარფიუმ ვერსიები, თუმცა ეხლანდელი ჩვენი ეს თხევადი სპირტოვანი პარფიუმები სამწუხაროდ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო სხვა ფერდებიან და კარგავენ თავიანთ, ასე ვთქვათ, კანი არ ინახავს არომატს სამწუხაროდ. ანუ განსაკუთრებით სპირტოვანი არომატები, რომლებიც სპირტზე არის დამზადებული, წყალებით არის შევისხედათ 15 წუთში უკვე არანაირი შეგრძნება არ მაქვს იმის, რომ არომატი მასხია. თუ ტესტერი გექნებათ, სანამ არომატს შეიძენთ, არის უფანტასტიკურესი ვერსია და ვარიანტი. ყოველთვის თხოვეთ კონსულტანტს, რომ მოგაწოდოთ ტესტერი, წაიღეთ ტესტერი სახლში, შეისხეთ ის მეორე, მესამე დღეს, გაიცანით არომატს, ისევე როგორც ადამიანს ეცნობით, შეეცადეთ გაიგოთ ეწყობით თუ არა თქვენ ორი ერთმანეთს, როგორ წარმოადგენს არომატი თავის თავს თქვენთან, როგორ მიიღებთ მას თქვენ, ეს არის მთელი პროცესი, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არასდროს არ ვიყიდი არომატს თუ არ მექნება საშუალება რომ ის დავტესტო. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე მიყიდია არომატი ტესტერის გარეშე და მე აღმოვაჩინე, რომ რაზე ვფიქრობდი ნეტავთქო. ანუ არ მინდა გადავხვიო, ესე იგი, როდესაც იქნებით მაღაზიაში, არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყიდოთ თუ დატესტვის საშუალება მაჯაზე მაინც არა გაქვთ, მაგრამ მარტო მაჯაზე ან მარტო ტანსაცმელზე არა. შეეცადეთ, რომ თქვენს კანზეც შეისხუროთ და შეასხუროთ ტანსაცმელსაც, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის, ასე ვთქვათ, ქიმია არის განსხვავებული. თქვენ არ იცით ეს სუნამო რა ბაზაზეა შექმნილი და რომდენი ხანი გაგრძელდება თქვენს კანზე. ის სპირტოვანი არომატი, რომელიც კანზე არ რჩება, შეიძლება დარჩეს ტანსაცმელზე, ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ორივე ვერსია, როგორ წარმოადგენს ეს არომატი თავის თავს, როგორც თქვენს ანუ სხეულის ქიმიასთან, ასევე ტანსაცმლის ფაბრიკატთან, აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიიღეთ შხაპი და გადით მე ესე ვთქვათ მაღაზიიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ არომატი არის აუთენტიკური და არ არის კოპია. ეს არის ჩემთვის ესე ვთქვათ კინეული მომენტი, იმიტომ რომ თუ გამყიდველი არის სერტიფიცირებული მომწოდებელი და არ აქვს ესე ვთქვათ იმის დამადასტურებელი არაფერი, რომ მას მართლა აქვს ნამდვილი ორიგინალური არომატი, არ გირჩევთ ასეთ მომწოდებლებთან სუნამოების შეძენას, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ყალბი არომატები ძალიან ასეთ მომწამლელ ნივთიერებებზეა აგებული, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და თქვენ შეგიძლიათ ამაზე მილიონი დოკუმენტური ფილმი ნახოთ, ჩემი თუ არ გჯერათ, ამიტომ კოპია იაფასიანი სუნამოების ყიდვა ჯობია საერთოდ არ გქონდეთ სუნამო. იმიტომ რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას და თქვენი გარშემოყოფების ჯანმრთელობას უქმნით საფრთხეს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ მომწამლელი ნივთიერებები, რომლებიც ასევე არც თუ ისე ჰიგიენური გზით არის დამზადებული, აი ჰაეროვანი გზით ორგანიზმში შედის და გროვდება და იწვევს ძალიან ბევრ ავადმყოფობას, მათ შორის კიბოს. დამტკიცებული ფაქტია, მეგობრებო, ხას ვუსვამ. ამიტომ შეეცადეთ, რომ არომატი იყოს ნამდვილი, ორიგინალი. თუ ეხლა არა გაქვთ იმის საშუალება, რომ რაღაცა არომატს ფული მისცეთ და
გადაიხადოთ ჯობია რომ დააგროვოთ ეს სახა და მე იყიდოთ ეს უნამო ვიდეო. ეხლა წახვიდეთ და 115-50 ლარად იყიდოთ მაგალითად ტომი ჰილფიგერი და აი რა ვიცი. მე გირჩევთ რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ ამ პროცესს და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ არავის თქვენი გაბრიხვების უფლება და საშუალება. ძალიან დიდი ვიდეო გამომივიდა. იმედი მაქვს რომ თავი არ მოგაწყინეთ. მადლობა. დააკომენტარეთ, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო თუ რა თქმა უნდა მოგწონთ და გაუზიარეთ მეგობრებს. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ იყავით ჩემთან. სასიამოვნო დღეს გისურვებთ.